გაკეთებული მაქვს პარკში რო არის ფოტოგრაფი, ბორჯომის მინერალური წყლის ბიუეტი მაქვს გაკეთებული, ბორჯომ ბაკურიანის ეგრეთ წოდებული კუკუშკა მაქვს გაკეთებული და ვაპირებ ახლო ხანებში უკვე ესკიზი მაქვს გაკეთებული ყველაფერი. მე ვალში ვარ ჩემს აფხაზეთთან და უნდა დავიწყო აფხაზეთის თემაზე მუშაობა. ესკიზი შექმნილია, სურვილიც დიდი აქვს. ეს დანაკარგის, მონატრებისა და მომავლის იმედის ამბავია. მე მინანქრე ომარ სხულანძე წარმოშობით აფხაზეთიდანაა, დღეს კი უკვე არაერთი წელია ბორჯომში ცხოვრობს. სწორედ აქ დაიწყო ხელოვანმა საკუთარი ნიჭის ვიზუალიზაცია და გამორჩეული ნამუშევრების შექმნა. მუშაობ ტიხრულ მინანქარში. გარდა მინანქრისა მუშაობ მინისკულპტურებზე, სუვენირებზე, მუშაობ ქვის დამუშავებაზე, ისეთი სანახაველაო ქვები, როგორიც არის აგატი, იასპი, გაქვავებული ხე და ესეთ იმებზე, გიშერი თავისთავად. მიყვარს შერეული ტექნიკით მუშაობა. ანუ მარტო მინანქარი არა, იქ ქვა შეიძლება სხვა მასალავის შეურიო რა. ძალიან საინტერესო არის ასეთ მუშაობა. ცდილობს თითოეული ნამუშევარი ისტორიას თავისებურად ყვებოდეს. ომარ სხულანძე სწორედ ასე ხედავს ხელოვნებას. ნამუშევარს ოსტატის ხელი უნდა ეტყობოდეს. მუშაობის პროცესი, როგორც ყველა ნამუშევარი, ნაწარმოები იბადება კონცეფციიდან. ეს კონცეფცია რაღაც მოგდის, რაღაც იდეა მოგდის, თუ ეს შეკვეთა არ არის. და მე ნაკლებად მუშაობ შეკვეთაზე. იმიტომ რომ ეს მართმევს მე თავისუფლებას, რომ აი კლიენტის კაპრიზები და რაღაცები უნდა გაითვალისწინო და ძირითადად თვითონ მუშაობ, ვაკეთებ და მე თავაზობ. იხვეწება, რამოდენიმე უცებ არასდროს არაფერს არ ვაკეთებ, მჭირდება 1-3 დღე, 4, შეიძლება 1 კვირა, შეიძლება 1 თვეც რაღაც ნამუშევარზე რო ვიფიქრო. სწორედ ფიქრის შემდგომ იწყებს მუშაობას. ტიხრულ მინანქარს მის ცხოვრებაში დიდი როლი უჭირავს. ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ მინანქარში ვერასდროს განსაზღვრავს გამოწვის შემდეგ ნამუშევარი რა ფერი იქნება. სწორედ ეს ქმნის ომარ სხულანძის ცხოვრებაში მოულოდნელობის ეფექტს. მის შემოქმედებაში სხვა მასალით შესრულებულ გამორჩეული ვიზუალის ნამუშევრებსაც შეხვდებით. ტიხრული მინანქარი მოითხოვს ძალიან ესეთ შრომას რა, აი უნდა ჩაუჯდე, აი ტიხრების განსაკუთრებით ტიხრების კეთება, აი მოითხოვს ძალიან დიდ ნებისყოფას. რაღაც ამოყავს, რაღაც აი ასე ფიქრობ, როცა ტიხრავ, აი მაქვს ესეთი მისწრაფვა, ნუ თუ ვერ გავა, ნუ თუ არ შეიძლება, თუ არ გამომდის, აი ესე ვაგდებ ყველაფერს. მივდივარ შეიძლება 2 საათისამ, შეიძლება მეორე დღეს გავაგრძელო. რა აუცილებლად ვაგრძელებ და ყველაფერი უნდა შეძლო, ფერი არ დაგეწვას. მე ამ გამოწვის დროს უკვე ზოგჯერ ხდება, რომ სულ სხვა გადაწყვეტილება, რადიკალურად შეგიძლია რომ პროექტი შეცვალო. აი ეს არის ტიხრული მინანქარი. აი ეს მომწონს და ეს მიყვარს ყველაზე მეტად. საერთოდ მინანქარი რო დახვეწო და ბოლომდე რო ისა, არ არსებობს სულ სწავლობ და სულ შეცდომებზე ახლის ძიებაში ხარ, ამიტომ ძალიან მიყვარს მინანქარი, იმიტომ რომ როდესაც აკეთებ, არ იცი ბოლოს რა გამოგივა. ინტერესი ხელოვნების მიმართ არასდროს განელებია. ცდილობს საკუთარი ცოდნა ახალ თაობასაც გაუზიაროს და დროსაც შემოუნახოს. ომარ სხულანძე თითოეული ნამუშევრით განსხვავებულ ისტორიას გვიყვება.